საღამომშვიდობის. იცით ქართული ოცნება უკვე რა მდგომარეობაშია? გაჩვენებთ. იტალიური კინოს დიდი კლასიკოსი პიერ პაოლო პაზოლინი დამეხმარება ვიზუალურ ნაწილში. გთხოვთ, ჩართოთ ფირი. აი თქვენ ხედავთ ახლა შეხვედრას ქართული ოცნების ოფისში. ეს ნეტარებაში მყოფი ბიძინა ივანიშვილია, ეს კიდევ უფრო ნეტარი მატამ კუკუ, პრეზიდენტი, ეს გიორგი გახარია და თალაკვაძე და აი ახლა იწყება მთავარი ნაწილი შეხვედრის. ახლა ხელისუფლება მიირთმევს თავისი 8 წლიანი საქმიანობის შედეგს, ანუ მოსაქმებელს, როგორც დაინახეთ. ყველას დაურიგებენ თავის ულუფას და აი ხედავთ როგორ მიირთმევს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თვითონ და შემდეგ აი აქ უკვე აიძულებს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს. თალაკვაძეს უჭირს როგორც ხედავთ, მაგრამ გახარიას წინააღმდეგობას მაინც ვერ უწევს. რა სიზამ. ზოგი სიამოვნებით აგემოვნებს, აი როგორც ეს ქალბატონი მაგალითად, ზოგს გულიერება, ამასაც ნახავთ. აი პარტიის ახალგაზრდა წევრს მაგალითად, მაგრამ ყველა მიცის რომ სხვა გამოსავალი არ აქვს. თუ ბიძინასთან ერთად ხელისუფლებაში უნდა დარჩენა, მოუწევთ ჭამა და უნდა ჭამონ და ჭამენ კიდევაც და ეს აგერ ყველაზე გემრიელად რა თქმა უნდა თვითონ ბიძინა ივანიშვილი მიირთმევს. აი აქ ხედავთ ის როგორ აგულიანებს პარტიის ახალგაზრდა კლანის ერთ-ერთ წარმომადგენელს და ეუბნება მას რომ უნდა გაიღიმოს და ისე ჭამოს როგორც ამას თვითონ ბატონი ბიძინა აკეთებს. დარჩეს ბიძინას ღიმილი ჩვენთან ერთად ასეთი სახით. სწორედ გაითვალისწინეთ რომ სადღაც ნაგვიდან აღებული ფილმის გმირებს კი არ შევადარე ჩვენი პატრიცემული ქართული ოცნება. არა. კინო შედევრად აღიარებულ ნაწარმოებში დავინახე მათი სახეები. რომელიმე თუ მაინც შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, მაშინ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი შეუძლია გაიხსენოს, რომელმაც მამაკაც სახეზე შარდის წასმა აიძულა. აი ის ნამდვილად არ იყო კინო, ის მართლა მოხდა. მაგრამ მოსამართლემ აბაზოვი გაამართლა და ამით ხელისუფლებას უთხრა. შეგიძლიათ ხალხს თავისუფლად უსვათ სახეზე ფეკალიები, ამისთვის არავინ დაგსჯითო. და საერთოდ, ჭიქაში შარდი კი არა, ლუდი იყო. ხო და ჩემს კადრებშიც მართლა განავალს კი არ ჭამდა ის ხალხი. სულ ნარჩევი შოკოლადი იყო სინამდვილეში. გაამოთ ბატონო ბიძინა. Приятного аппетита. მე გიორგი გაბუნია ვარ, ეს პოსტფაქტუმია, თქვენ ხართ მთავარი.